აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის პროექტი ჯადოსნური დღეები გრძელდება. ღონისძიება დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოზარდებისთვის ამჯერად ზუგდიდსა და სენაკში გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონი გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით აქტიურად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია კომპაქტურ ჩასახლებში მცხოვრები ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გასართობი აქტივობების მოწყობა. პროექტში ამ ეტაპისთვის ჩართულია 1500-ზე მეტი ბავშვი და ჩვენ ვიმეძებნით, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გვახარებს თითოეული ბავშვის მხრიდან წამოსული დადებითი ემოციები. სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობთ აფხაზეთის მთავრობასთან და მაქსიმალურად ხელს უწყობთ, რომ თითოეული დევნილი ბავშვის ინტეგრაცია მოვახდინოთ საზოგადოებაში და მათ გავუამაზოთ თითოეული დღე. ჯადოსნური დღეები აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში იმართება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ჯადოსნური დღეები, რომელიც მოიცავს მასკოტების შოუს, აზოტის შოუს, ქიმიურ შოუს, სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშობებს ბავშვებისთვის. დაახლოებით ჯამში უკვე 6 ადგილას არის ჩატარებული და 1500 მეტმა დევნილმა ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია შემდეგ შაბათ-კვირას თბილისის მასშტაბით, სადაც ველოდებით დიდ რაოდენობას ბავშვების. მე ამ ღონისძიებას დავესწარი, ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან სახალისო იყო, ძალიან მხიარული იყო და კიდევ მინდა რომ ესეთი ღონისძიებები ჩატარდეს ბევრჯერ.